მოგესალმებით ყველას, ვინც აქ და ვინც ჩანაწერს მოისმენს. გილოცავთ ანთლისღებას, დღესასწაულს. დავიწყოთ. ჩვენ დღეს გვაქვს კიდევ ერთი ინოვაციური შეხვედრა, ეს არის პოლიმოდალური ართ-თერაპია. თუმცა სანამ დავიწყებთ, გთხოვთ დასვათ, გთხოვთ ან კითხვები დასვათ, ან გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება, მე ვნახე თქვენი ნამუშევრების დადო ქსოვილოვან თერაპიაში. ხომ არ გაქვთ რაიმე შეკითხვა, აბა? მეგობრებო? შეკითხვა გაქვთ, სვავს თუ შეკითხვა არ გაქვთ, ჩატში წერთ მინუს, რომ თქვენ ჩემი კითხვა გაიგეთ და კითხვები არ გაქვთ უბრალოდ. კარგით? მადლობა ჩემო კარგო, მადლობა. კითხვა იყო, წინა თემებთან დაკავშირებით ხომ არ გაქვთ რაიმე შეკითხვა თქო? ტრადიციული კითხვაა. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. მაშასე, ჩვენ დღევანდელი შეხვედრის თემაა პოლიმოდალური ართ-თერაპია. პოლიმოდალურს კიდევ თქვენ ეძახიან ინტერმოდალურ ართ-თერაპიას, რადგან ის მოიაზრებს ერთ შეხვედრაში რამოდენიმე ფსიქოთერაპიული, მათ შორის ართ-თერაპიული მიმართულების გამოყენებას. ამიტომ პოლიმოდალური. მე ახლა გავხსნით სლაიდებს და მოგიყვებით თეორიულ ნაწილს, რაც მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ პოლიმოდალური ართ-თერაპიის შესახებ. ხოთ მითხრათ, ხედავთ თუ არა სლაიდებს? დიახ, ჩანს. ჩვენი. მაშასე, პოლიმოდალური, ანუ ინტერმოდალური ართ-თერაპია. თქვენ სლაიდებზე ხედავთ ყოველ პიროვნებას, ეს არის ნატალი როჯერსი და პაულო კნირი, სამწუხაროდ ორივე გარდაცვლილია ამ დროისთვის, რომლებიც არიან ფუძემდებლები აი ამ პოლიმოდალური ართ-თერაპიის. ნატალი როჯერსი არის ცნობილი ფსიქოთერაპევტის კარლ როჯერსის ქალიშვილი. ქალბატონი ნატალი რამდენჯერმე იყო სამეცნიერო სიმპოზიუმებზე, შეხვედრებზე რუსეთში და ერთ-ერთი შეხვედრის დროს მას შეხვდა ფსიქოთერაპევტი, რომელიც თარგმნიდა როჯერსის წიგნებს, რომელიც ახლოს იცნობდა მას როგორც ავტორს და კითხა მას ნატალის რა შეიძლება გაიხსენებინა მამის შესახებ? ეს წერს, რომ თავი ვერ შევიკავე და ვკითხეო. რა შეგიძლია გაიხსენოთო? მამა თქვენი შესახებო. და ნატალი მოპასუხა. ის ყოველთვის დაკავებული იყო. იჯდა თავის ოთახში და იქ მუშაობდა. რატომ მოვიყვანე ეს ციტატა? მინდოდა შემეხსენებინათ, რომ როგორ გვხედავენ ჩვენი შვილები. სხვადასხვა საქმიანობის დროს იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, აღვნიშნოთ, რომ ადამიანები, რომლებიც კაცობრიობისთვის აკეთებენ ძალიან დიდ მნიშვნელოვან საქმეებს, როგორც იყო კარლ როჯერსი, ჩვენ მას გულაპარაკია, შესაძლოა სწორედ აი ამ დატვირთულობის გამო, აი ამ მის დიდი მისიის გამო, ნაკლებად კომფორტულები იყვნენ თავის ოჯახის წევრებისთვის, ხო? ეს უნდა გახსოვდეს. ხანდახან დიდი საქმეები რაღაც ხებს მოეთხოვენ. სამწუხაროდ. მაშასე, რა იქნება დღეს? დღეს თქვენ იზნავთ სხეულისა და მოძრაობის ჩათვლის მნიშვნელობას ართ-თერაპევტის მუშაობაში და ნახავთ, როგორ არის დაკავშირებული სხეული მრავალფეროვან ხატებთან.
სანამ დავიწყებთ, მინდა შეგახსენოთ, რომ როგორც რესურსული, ასევე ტრავმული გამოცდილება იწერება სხეულის დონეზე. როგორც შევამბობ, სხეულს ყველაფერი ახსოვს. არ თერაპიულ თუ ფსიქოთერაპიულ ნებისმიერ სხვა ფორმატში მუშაობისას ჩვენ ვეყრდნობით სხეულის სიბრძნეს. ვიყენებთ სხეულის სიბრძნეს, ამით ვეხმარებით კლიენტს რბილად, უმტკივრდელოდ დაშალოს, გაფანტოს, ტრავმული ბლოკი, შეზღუდვა და იპოვოს რესურსი სხეულოვან, ხატოვან დონეზე. ხატოვანი, იმიტომ რომ იქ არის ართერაპიული ელემენტიც. დღეს მე გაგაცნობთ თქვენ ქალბატონ ნატალი როჯერსის ძალიან საინტერესო და უნივერსალურ სავარჯიშოს, რომელსაც ქვია გადასვლა. თუმცა მანამ მე შეგახსენებთ მთავარ პრინციპებს, რომელსაც ეყრდნობა პოლიმოდალური ართ-თერაპია. აქაც ისევე როგორც ზოგადად ართ-თერაპიაში არის მნიშვნელოვანი არაინტერპრეტაციული მიდგომა, ანუ ვეყრდნობით კლიენტის გამოცდილებას, კლიენტის განცდას, კლიენტის უკავშირს. მნიშვნელოვანია პოლიმოდალობა და პოლიესთეტიკა პროცესში, როგორც ცნობიერისა და ხელოვნების სხვადასხვა სახის ენა. პროცესი იქნება ხელოვნების ტერიტორია და მნიშვნელოვანია დაბალი ოსტატობა და მაღალი მგრძნობელობა. ანუ არ არის სავალდებულო რაღაც პროცესების უმაღლეს დონეზე შესრულება, მთავარია მაღალი მგრძნობელობა, სხეულოვანი აღქმის განსაზღვრის მნიშვნელობა და ესთეტიური გამოძახილი. შედეგად. აი მოკლედ, რაც მინდოდა მე თქვა თქვენთვის აი ამ პოლიმოდალური მიდგომის შესახებ. აი ეხლა გახსოვთ მე თქვენ გითხარით, რომ ვიმუშავებდი, როგორ რა იქნება დღეს. მე ვიმუშავებ რომელიმე თქვენგანთან. ის იქნება კლიენტი, მე ვიქნები თერაპევტი და მე თქვენ განახევთ ამ სავარჯიშოს დეტალებში და შემდეგ თქვენ ჩაიწერთ, სლაიდებზეც არის, ალბათ შეამჩნიათ დეტალურად აღწერილი ალგორითმი ამ სავარჯიშოსი, თითოეული ნაბიჯები და შემდეგ თქვენ გახვალთ და წყვილებში იმუშავებთ. როდესაც დაბრუნდებით, ჩვენ შევაჯამებთ და მოგიყვებით კიდევ რამოდენიმე საინტერესო გამოცდილებას აი ამ მიდგომის გარშემო. რაც მე ახლა ვისაუბრე, გასაგებია თუ არა ყველაფერი, მეგობრებო? ჩვენიერი. დიახ. აბა ვის სურს იყოს კლიენტი? ვის აქვს რაიმე პრობლემა, რომლის გადაწყვეტას დამოუკიდებლად უჭერს და ეძებს გამოსავალს? სურს იპოვოს გამოსავალი, აბა? ნუ შეგეშინდებათ? საშიში არაფერია, უბრალოდ მე თქვენ გაგაფრთხილეთ, გახსოვთ, რომ ცოტა გეცოთ მოხერხებულად, ხო? სიმართლე გითხრათ, ონლაინ ფორმატში მაინცსა და მაინც აი ესე პირდაპირ ყველა პოზას ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ სოციალური შეხვედრები გქონდა, მე მაშინ მახსოვს, ჩემს ოფისში გქონდა ხოლმე კაფენილი დაბლა ხალიჩა, სადაც თუ საჭირო იყო კლიენტი და თერაპევტი ლამის გვერდ-გვერდ წვებოდნენ, იმიტომ მნიშვნელოვანი იყო ერთდროული, თანადროული ჩართულობა კლიენტისა და თერაპევტის. აი აქ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, გავაკეთებთ სავარჯიშოს, ჩემი პირდაპირ ჩართულობით, რა თქმა უნდა, როგორც თერაპევტის. შემდეგ თქვენ გახვალთ და გააკეთებთ იგივე ფორმატში, უკვე ერთმანეთთან და მე თქვენ გთხოვეთ დაწყვეტილეთ, ხო გახსოვთ? მაშასე, აი მე სპეციალურად ვილაპარაკე, თქვენ ამასობაში მოგეფიქრებინათ. ვის სურს იყოს კლიენტი? ვის სურს, ვის აქვს რაიმე საკითხი, რაღაც სირთულე ცხოვრებაში გამოწვევა ცხოვრებისეული, სადაც ის ეძებს და ვერ პოვლობს გამოსავალს და უნდა რაღაც ახლებური ხედვა მიიღოს. გამოიყენეთ ეს საშუალება. აბა? ლაშა,
ლაშა. ლაშა, თქვენ მზად ხართ, სოფლი გაიღოთ? დიახ, კამერა აუცილებელია, ხო, რა ჩავთვალ? ხო, აი კამერა აქვს. სასურველი. დიახ, მაშინ სასურველი აი არა. ზუსტად აუცილებელია ნახევარ ჩემო წუთში კაცო. ჩავთვალ. კი ნახევარ ბატონო, წუთი ჩვენ უნდა მომდევნო. ვიყოთ, ჩვენ ერთ ველში უნდა ვიყოთ, ხო? აბა ეხლა დიახ, უთადგოთ ეხლა ვერ ვართ, ხო? ჩვენ ახლა ვიმუშავებთ ფორმატში, აი თავიდან ბოლომდე, ანუ მე მოვისმენ ლაშას სირთულეს, რაღაც გამოწვევას პრობლემას, გადავწყვეტ, გამოგვადგება თუ არა ეს თემა სავარჯიშოში, აი ამ სავარჯიშო შესრულებისას. ჩვენ მე კი ვამბობ, რომ არის ეს უნივერსალური სავარჯიშო, მაგრამ მას აქვს თავისი მოჭიდების წერტილები. ყველა თემასთან, ნებისმიერ აი რა თემასთან, სასურველს ისახიან. ბატონო? ლევან მოხალისეღონ მე უნდა. აი მოიცა. დიახ, ისმენთ. ეხლა ვიჩავთავ. კი ბატონო. გამარჯობა ლაშა. დიახ, გამარჯობა ყველას. აჰა. კიდევ ორ სიტყვას ვიტყვი. ანუ როდესაც თქვენ იმუშავებთ წყვილებში, ხო? როდესაც თქვენ აი ეხლა დაინახავთ სავარჯიშოს რესურსს, ანუ რაზე მუშაობს სავარჯიშო, რაზე შეიძლება ვერ მუშაობს. მაშინ ასე რომ იყოს მარტივად სავარჯიშოც იმოძრავდით, ხო? რომ სწორად შეარჩიოთ დაკვეთა, რაზეც იმუშავებთ დღეს. მაშასე ლაშა. გისმენთ, რა გინდათ რომ მოიტანოთ, რა გაწუხებთ, აბა? რა გაინტერესებთ? აი, დიახ. აი მაგალითად მაწუხებს ის, რომ ისეთ საქმეს ვაკეთებ, რაც მეჩვენება მონოტონური, ანუ საინტერესო არ მეჩვენება, იმიტომ რომ სულ ერთი და იგივე რამეს ვაკეთებ. და რაღაცა ისეთი გზნობა ლაშა, თქვენი ხმა, მეგობრებო, ესეა, ხმა იკარგება. ეხლა არ შემოგვიდეს, გვესმის. რომ თითქოს ვიღაც სხვა ცხოვრობს ჩემი. ეხლა უკეთ ლაშა, გესმით? აი ეხლა უკეთ არის, კი, აბა ილაპარაკეთ. დიახ. დიახ, გავიმეორებ. ესე იგი, ჩემ სამსახურს უკავშირდება შეგრძნება მაქვს, რომ შეგრძნება რა რეალურად ასეა, სულ ერთი და იგივე რამეს ვაკეთებ და შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაც სხვა ცხოვრობს ჩემი ცხოვრობით. მე სინამდვილეში სხვა მე მინდა და მოწყენილობა მიტევს ხოლმე, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი მინდა იყოს ჩემი სამსახური, მაგრამ შესაძლებლობა არ მაქვს ამის ჯერჯერობით. და რა შეგინდათ რომ დაგეხმაროთ? დახმარება ალბათ იმაში მინდა, რომ აი თავისუფალი დრო უფრო მრავალფეროვანი იყოს ჩემთვის. თუ ალბათ სამსახურს ჯერჯერობით ალბათ ვერ შევიცვლი. ან სამსახურის შეცვლაში, არ ვიცი, ზუსტად როგორ ჩამოვაყალიბო. იფიქრეთ, აბა, ნახეთ, ჩვენ ხომ და გავსაზღვროთ, საწავიდეთ. რა გსურთ, აი ჩვენ შეხვედრით, რა შედეგს ელოდებით? რა გსურთ რომ მიიღოთ? აი მინდა მივხვდე, რომ სწორ ადგილას ვარ თუ არა ამ წუთას ცხოვრების ამ მომენტში. შეიძლება ისეთ ადგილას არ ვარ, სადაც სურს რომ მინდა ვიყო, ან ჩემი რეალიზება 100%-ით შესაძლებელია, მაგრამ აი სწორ ადგილას ვარ თუ არა, დღეს ეგ მაინტერესებს. თუ გაარკვევთ, რამდენად სწორად ხართ იქ, სადაც ხართ, ხო? როგორ შეცვლის ეს თქვენ ცხოვრებას? ალბათ უფრო მეტ სიმშვიდეს ვიგრძნობ და უფრო მეტ მადლიერებას. მე როგორც და ეს მნიშვნელოვანია თქვენთვის რომ იყოთ უფრო მშვიდად და უფრო მადლიერად? დიახ, მნიშვნელოვანია. სულ მეჩვენება, რომ რაღაცა სხვას უნდა ვაკეთებდე. რაღაცა უფრო საინტერესო უნდა იყოს ჩემი ყოველდღიურობა. ეგეთი ფიქრები შემომდის ხოლმე. თუმცა ვიცი, რომ ეს ფიქრები და აზრები მე არ ვარ და მე ჩემი მოქმედება ვარ, რეალურად ხვდები.
და მაგრამ მაინც მინდა ვიცოდე, რომ აი მაგალითად სწორად ვიყენებ თუ არა ჩემს ცხოვრებას, ანუ ცხოვრობ თუ არა ჩემი ცხოვრობით, არა სხვის ცხოვრობით, აი ეგ მაინტერესებს. შეიძლება ესე ვთქვათ, ლაშას სურს გაერკვეს იქ სადაც არის, იყოს კმაყოფილი თუ რაღაც სხვა ეძებოს. იქ სადაც არის, ეს მისი ადგილია თუ არა. ესე? დიახ, კარგი. ეს მისაღებია ესე? ჩემთვის მისაღებია კი. რომ ერთი ენაზე რო ვისაუბროთ, ხო? დიახ. არა მე როგორც მივხვდი, თქვენ გაქვთ ერთ მხრივ კითხვები, რომ თქვენს სამსახურთან და მეორე მხრივ, ოკეი, სამსახურს ვერ შევცვლი, მაშინ თავისუფალ დრო მაინც რო სხვანაირად გავატარო. ესე ხო? დიახ. აჰა. არის მოცემულობა რაღაცა ცხოვრება, რითაც ცხოვრობს ლაშა, ეს არის მისი საქმიანობა პროფესიული და შემდეგ თავისუფალი დრო და ლაშას სურს გაერკვეს იქ სადაც არის, თავის ადგილას არის თუ არა, სხვათა შორის ჩვენ ამ თემაზე გვაქვს მეტაფორული ბარათები, მაგრამ ამას თავის დროზე როდესაც ვისაუბრებთ. ჩვენ ახლა აი ამ კითხვისთვის გამოვიყენებთ მიდგომას, რომელსაც ქვია პოლიმოდალური ართ-თერაპია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ ეს დაკვეთა გავიაროთ აი ამ ფორმატში. ძალიან საინტერესო იქნება. მაშასე დავალება პირველი ლაშა. თქვენ დავალება ჩახატოთ. როგორ გრძნობ თავს, როდესაც ხართ, მოდი ესე ვქნათ, რომ არ დავიფანტოთ. იქ ვარ თუ არა სამსახურში, ეს ჩემი საქმეა და მეორე დაკვეთაა, სწორად ვატარებ თუ არა თავისუფალ დროს. მოდი ერთი ავირჩიოთ რა. აი სამსახური იყოს მაშინ. სამსახური იყოს, ოკეი? სწორ ადგილას ვარ თუ არა, როცა ჩემ სამსახურზე. კი ბატონო, ხო? დიახ. აი თქვენ დავალება აიღოთ ერთი სუფთა ფურცელი და ფერადი ფანქრებით ჩახატოთ. ის თუ რაც გრძნობთ, როგორ ხართ, როგორ ხედავთ საკუთარ თავს, აი თქვენს სამსახურში იმ თქვენი პრობლემის შიგნით, აბა? დიახ, აი ავიღებ ფანქრებს ეხლავე. კი ბატონო. ვინც ხართ დარბაზში, აუდიტორიაში, აქ მიაქცეთ ყურადღება, როგორ მუშაობთ, შემდეგ თქვენ დავასრულეთ, თქვენ ჩაგაწერეთ ინსტრუქციას და თქვენ გახვალთ იმუშავებთ წყვილებში, იმიტომ რომ თქვენ თითოეულმა უნდა მიიღოთ პირადი გამოცდილება. და თქვენ თუ დაამხეცებთ აი ამ მიდგომას და ამის საშუალებას მოგცემთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ წაგადგებათ. სრულიად მოულოდნელად ხშირად. ლაშას აქვს დავალება ჩახატოს. როგორც გავიგე, როგორ თქვენი განცდა, თქვენი გრძნობა, თქვენი აღქმა საკუთარ თავისა აი ამ პრობლემაში. როგორ გრძნობთ ამ პრობლემას? ჩახატეთ ისე, როგორც გსურთ. თქვენი განცდა, თქვენი დამოკიდებულება.
მეგობრებო, მოდი ესე გავაკეთოთ. ვინც არ მონაწილეობს, ანუ ყველა დანარჩენი, თქვენ გათიშეთ თქვენი ეკრანები, რომ დავჩეთ მარტო მედალაშა, კარგით? აჰა. დიახ, ჩავხატე. ეს. და დავჩით მე და ლაშა. ლაშა, მანახეთ თქვენ ნახეთ თუ შეიძლება. აღწერეთ, მოგვიყევით მის შესახებ. ცოტა შორს. აი, ეს მშვენიერია. აბა მოგვიყევით თქვენ, რა ჩახატეთ? მოკლედ, ბუნების პეიზაჟია. აჰა. წითელი არის მზე, მწვანე ბალახი, ცისფერიცა. ასევე გამომივიდა ორი ანგელოზი ფრთებით, რატომღაც. და უბრალოდ სვეტს ხატავდი ნარინჯისფერს, ის არ ხატავდი ზემოთ, მაგრამ მე ჩიტების სახლი გამომივიდა რა. და ორი ყვავილია, შავი ყვავილი და ასევე არის ხე. საინტერესო. როგორ ხართ აქ? აი, წარმოდგენილი ამ ნახატში. რა არის თქვენი გადმოცემული განცდა, რა განცდა? დიახ, სხვათა შორის ნახატში თავს კომფორტულად ვცნობ. ჩემი განცდა არის ის, რომ რადგან ოფისში მუშაობ, მაკლია ბუნებასთან ურთიერთობა ყოველდღიურად. და გრძნობ, რომ ოფისში ვჭკნები და ვკვდები, ეგეთი შეგრძნება, მაგრამ მინდა რომ უფრო მეტი დრო გავატარო ბუნებაში. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დრო როცა მაქვს, ბუნებაში ვარ ხოლმე ვცდილობ და ოფისში ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აი რაღაცა რობოტი ვარ რა და რაღაცა ის ვარ რა. ხო რა, მე არ ვარ, ვიღაც სხვა არის, ეგეთი შეგრძნება მაქვს. რას გიქმნით დისკომფორტს? ბატონო, რა მკითხეთ? რას გიქმნით დისკომფორტს? დიახ, მიქმნის დისკომფორტს ნამდვილად. მაგრამ თან ისიც შეიძლება, რომ სიტყვაზე ბუნებაში რო იყოს ჩემი სამუშაო, მე შეიძლება ოფისში მომივიდეს მუშაობა. ეგეც მეფიქრება, იმიტომ რომ რაღაცას ესეთი ბუნების ჩანვა, რომ არ მაკმაყოფილებს. ერთი რამე თუ მაქვს, სხვა რამე მინდა, სხვა რამე მინდა. აი მადლიერების და დაფასების ის ვცდილობ, რომ გამომივიმუშაო რა, რაც მაქვს იმის მადლიერი ვიყო. და ვარ კიდევაც რეალურად. და ეს ორი ანგელოზი და ორი შავი ყვავილი არ ვიცი. ალბათ არის შეიძლება ღმერთი იყოს, შეიძლება ის ადამიანი იყოს, ვინც ყველაზე კარგად მიცნობს, ან შეიძლება უბრალოდ ჩემი მეგობარი იყოს. და ეს ჩიტების სახლი ალბათ რაღაც ეგეთი ის მოვიდა, რომ ეს მოკლედ ამ ანგელოზებს შეუძლიათ, რომ ამ ჩიტების სახლში თავი შეაფარონ, მაგრამ არ სჭირდებათ რეალურად, იმიტომ რომ ანგელოზები არიან და შეუძლიათ საში ისხონ. თუმცა თავაზობს ეს გარემო ამის შესაძლებლობას, მაგრამ ისინი უარს ამბობენ. საინტერესოა. რა არის მთავარი განცდა? თქვენი გრძნობა როცა უყურებთ მაგ სურათს, მაგ ნახატს? მაინც მადლიერების განცდა მაქვს. რომ სწორ ადგილას ვარ, ვცდილობ, რომ მივიღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ. დავაფასო ყველაფერი, რაც მაქვს. და ნელი ნაბიჯებით ჩემი მიზნისკენ წავიდე. და ჩემი მიზანი რეალურად არის, რომ მოკეთ მაგისტრატურაზე ჩავაბარო და ჩემი პროფესიით ვიმუშაო. ეს არის ჩემი მიზანი. და ახლა რასაც ვაკეთებ, შეიძლება დროებითი იყოს. შეიძლება რა დრო, ყველაფერი დროებითია, მაგრამ მთელი გულით გავაკეთებდი იმას, რაც ჩემი პროფესია. გასაგებია. ლაშა, თუ თქვენ ამბობთ, რომ სურათი, თქვენი ნახატი კომფორტულია თქვენთვის და გრძნობთ, რომ თქვენს ადგილზე ხართ და ეს არის დროებითი რაღაც შუალედური თქვენი აქტივობა, რომელიც საბოლოოდ გადაიზრდება თქვენს მიზანში, მაშინ რიღასთვის მუშაობთ ჩვენ, აბა? თუ გაარკვიეთ, რომ თქვენ ჩემ ადგილზე ვარო, აბა?
ჩვენ გახსოვთ თუ ჩამოვაყალიბეთ დაკვეთა დიახ. რომ ვარ თუ არა ჩემს ადგილზე მაინტერესებს აი მეგობრებო ძალიან კარგი მაგალითია ლაშა ეს არაჩვეულებრივი ლაშა მადლობა ხო აი ნახე ჩვენ დაკვეთა ჩამოვაყალიბეთ შემდეგ ამ კლიენტმა ამ შემთხვევაში ლაშამ გააკეთა პირველი დავალება და დავალების შესრულების დროს მან რაღაცები როგორც ჩანს ახლებურად გაიაზრა ასია ლაშა დიახ, ნამდვილად ახლებურად გავიაზრე. ასეთი დამოკიდებულება მაქვს ზოგადად, რომ აი მაგალითად რო ხედავ რომ ერთ ადგილას ვარ, ანუ როგორც წესი მიჭის ხოლმე აქ დამჟამად დარჩენა, ანუ ამ მომენტში, იმიტომ რომ ფიქრებით ხან წარსულში ვარ, ხან მომავალში. მაგრამ და მეჩვენება რომ აი მაგალითად ეხა თუ გარეთ თოვლია და რაღაცა ჭყაპია და ისეთი სველი ამინდია, მგონია რომ სულ ესე იქნება. და რეალურად ეგ მატყუებს ჩემ ტვინი მაგას. რომ რაღაცები რო იცვლება და თავისთავად ხდება, მაგის ის სჭირდება საკუთარ თავთან აღიარება და შეხსენება, რომ ჩემ კონტროლის ქვეშ არა რაღაცები და რაღაცები თავისთავად ხდება. გასაგებია ლაშა. გახსოვთ ჩვენ გამოვყავით თქვენ დაკვეთა ლაშა რომ მინდა გავარკვიო ჩემს ადგილზე ვარ თუ არა. თქვენ რამდენი წინ გააჟღერეთ რომ როცა საუბრობდით თქვენს დამუშავაზე თქვით რომ აი მე ვხედავ რომ მე ვარ ჩემს ადგილზე. მაშინ გამოდის რომ დაკვეთა აღარ გვაქვს? დიახ. სხვათა შორის არ ვიცი, ჩემი აზრით მაინც მაქვს იმის სურვილი რომ გავიგო რომ მაგალითად აი მაგალითად სწორ ადგილას ცხოვრობ, სწორ ადგილას მოღვაწეობ, აი ეგ უფრო ალბათ მინდოდა რომ მეკითხა. მაინც გაქვთ კითხვები. იქ სადაც ახლა ვარ, ჩემთვის სწორ ადგილია, ესე? დიახ. ოკეი, მაშინ ვაგრძელებთ. ეხლა თქვენი დავალება, ლაშა. ავდგეთ, თქვენ ადგებით და მეც. ადგეთ და გამოსახოთ სხეულებრივად თქვენი განცდა, როდესაც ხართ იქ, სადაც ხართ დღეს. ლელა, ჩვენ ორნი ვართ. ლელა, ჩვენ ორნი ვართ, ჩემო კარგო. ხო. აი. მე თქვენთან ვკითხები. ალბათ მაინც რაღაცას. კარგად უნდა დაგინახოთ. აი მასე ხართ ხო? აი ასე. დიახ. აი ასე, ხო? დიახ. ჩაჭიდული. ხო? დიახ. ფეხები როგორ გიდგათ? სხვათა შორის არც ისე ახლოს, ერთი ოდნავ წინ. თითქოს ნაბიჯს ვაკეთებ. აჰა, ნაბიჯი მარცხენა ფეხით, მარჯვენა ფეხით? მარჯვენა ფეხით. აჰა, აი ასე, აქ ხელები დაჭიმული გაქვთ? დიახ, მოდუნებული არ მაქვს, რატომღაც. დაჭიმული გაქვთ. დიახ, დაჭიმული მაქვს, მოდუნებული არ მაქვს. აქ თუ მხრებიდან იწყება დაჭიმულობა? არა, აქ. აქ მხოლოდ ხელში, ხო? კი. აი მოყევით რაც გზნობთ ამ პოზიციაში, აბა. მარჯვენა ფეხით. დიახ, სადაც დაჭიმულობა, მან კომფორტულად ვეგრძნობ თავს და აი ფეხში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან ნაბიჯს ვაკეთებ. ახლა მე მოგიყვებით, მე რა ვგრძნობ, კარგით? დიახ. ფეხებში მე მართლაც იმის გამო რომ ერთი ფეხი წინ არის, ცოტა ერთმანეთთან არ არის დაშორებულია და ერთი ფეხი წინ არის. ამის ხარჯზე მე ვინარჩუნებ სიმყარეს. დიახ. რაც შეეხება ხელს, აი ხელებში ვგრძნობ შებოჭილობას. თითქოს ვიღაცამ ბოჭავს და მე ვგრძნობ თავისუფლად. აი მინდა რომ გამთავისუფლდე. აი ესეთი დისკომფორტი მაქვს. გავს თუ არა ეს იმას, რასაც თქვენ გრძნობთ ახლა?
კი, ზუსტად. Mhm. Mhm. კი ბატონო, დაიმახსოვრეთ ეს პოზიცია, ლაშა, დაიმახსოვრეთ. ეს იქნება პოზა ნომერი 1. დიახ, გავს. პოზა ნომერი 1. დაიმახსოვრეთ, ხო? ვჯდებით? დიახ. დიახ. დავჯექით, ხო? აი ახლა თქვენ იმ ნახატს მიაწერეთ ნახატი ნომერი 1. კარგით რომ არ აგვერიოს. ნახატი ნომერი 1. დიახ. ნახატი ნომერი 1 გვაქვს, პოზა ნომერი 1 გვაქვს. ეს არის დისკომფორტის პოზა, ხო? პოზა ნომერი 1. ლელა, არა უშავს მეგობთიში. აი ახლა ლაშა თქვენ დავალება ამის საპირწონეთ მოძებნოთ პოზა, რომელშიც თქვენ თავს იდეალურად გრძნობთ, აი ძალიან მაგრად. მე ავდგეთ ისე? ალბათ. დიახ. თქვენ თუ გსურთ, თუ გინდათ დაჯიგით, თუ გინდათ არ ჯიგით, როგორც გქნახეთ. პოზა ალბათ ეს პოზა. ამის საპირწონე, ესე? დიახ, გული. კი ბატონო, ფეხები როგორ გაქვთ? თანაბრად, გვერდი. ერთად თუ დაშორებული? დიახ, დაშორებული ოღონდ გვერდი. კი ბატონო, ცოტა დაშორებული, ხო? დიახ. კი ბატონო. მოდი ესე გავაკეთე. აი ასე გავაკეთე. არა, ხელი უნდა ჩემდეს. ხელები აი ასე? დიახ. ეს საინტერესოა. მე კიდევ ერთხელ დაწვრილებით შეგხედავთ ჩემო კარგო. ხო. აჰა. ხელები დაძაბული გაქვთ? კი, სხვათა შორის, კი. დაძაბული ხელები შეიძლება თუ არა იყოს იდეალური პოზიცია? არა, უფრო ნაკლებად დაძაბული მაქვს სხვათა შორის, არ მაქვს ეგეთი დაძაბული. და საერთოდ რო არ იყოს დაძაბული, არ შეიძლება? მაშინ ჩავაუშვებ. აჰა, საინტერესოა. მოდი ასე გავაკეთოთ, ისე დაბრუნდით თქვენს. აი მე მინდა გავემეორო თქვენი პოზიცია. აი ასე, ხო? ხელები, თითები ყველა მოკუმულია, გაშლი არ მოხსნათ. აი ასე. ოჩა. აი ასე, ხო? კი ბატონო, ხო. აი ახლა მე ვიტყვი მე რას გრძნობ. ფეხებში კვლავ მაქვს სიმყარე, იმიტომ რომ ცოტა დაშორებულია და გვერდი არის მათ დაშორებული. მყარად ვარ. რაც შეეხება ხელებს. აი მე მას განცდა. ჯერ დავიღალე, მხრებში დავიღალე, რომ ეს პოზიცია შემინარჩუნო. მეორე მაქვს განცდა, რომ აი ეს არის ჩემი როგორც ბანერი, ჩემი პოზიციონირება საზოგადოებისთვის. აი ეს. აი ნახეთ რა კარგად ვარ. მაგრამ ბატონყაც მე მაქვს განცდა, რომ ეს არ შეესატყვისება ჩემს რეალურად კარგად ყოფნას, იმიტომ რომ დაძაბულობა მაქვს მხრებში და იდაყებშიც კი. აი დიდხანს ისე ვერ გავჩერდები. დავიღალე. დიახ. სიმართლე გითხრათ? ფეხები ვყარათ, მაქვს ფეხები ვყარ. აი ხელები რაღაც ნაძალადებად მგონია აი ეს პოზიცია ჩემთვის. თქვენ როგორ ხართ, აბა? თქვენ როგორ ხართ? მე სხვათა შორის მეც დავიღალე. რატო ისეთ აი რაღაც მყისიერად რომ ვაჩვენო, აი ეს კარგია შეიძლება, მაგრამ აი აქ რომ ვიმოქმედო და ვიურჩეთო რაღაც დამღლელია. თუნდაც იმიტომ რომ აი ასე ხო? რაღაც არაბუნებრივია. თქვენ ქონდა დავალება მოგეძებნათ იდეალური პოზიცია. მაშინ თუ ამას არ ვიღებთ იდეალურ პოზიციას, მაშინ რომელი შეიძლება იყოს თქვენთვის იდეალური პოზიცია, ლაშა? ალბათ ასე ჩაოლებრივად. აი ასე? დიახ. ფეხები როგორ გაქვთ? ისევ დაშორებულია, მაგრამ თანაბრად არის. თანაბრად, ხო. ხო. ხელები ჩაოლებრივ ჩამხოვა. ოჩა, ხელები ასე, ხო? დიახ. მე ასე გავაკეთებ, რომ ეს თქვენ გავდეთ. აი ასე, ხო? დიახ. ფეხები ვყარათ? დიახ.
სულ თქვა თავისუფალი. მჰმ. ხელები. აი ხელებიც როგორ ამაქვს იცით ამ შემთხვევაში მე. დიახ. ვარ მზადყოფნაში. აი მზად ვარ რაღაცების საკეთებლად და ეს მიქმნის კომფორტს. დიახ. შვიდად ვარ. და რასაც მე მაქვს განცდა, რომ მე დიდხანს შემიძლია აი ამ პოზიციაში ვიყო, ვიცხოვრო, ვიმუშაო, ვიმოქმედო. ხო, არ მზღუდავს ეს პოზიცია, არ მზღუდავს. ფეხებშიც მაქვს სიმყარე და ხელებშიც მაქვს მზადყოფნა. აი ნახეთ, უცებ რაღაცა, უცებ შემიძლია გავაკეთო. აი ამიტომ ჩემთვის ეს კომფორტულია. დიახ. თქვენ როგორ, თქვენ აღწერეთ აბა თქვენი განცდები? იდენტობა მაქვს თქვენთან ზუსტად ისე ვარ მეც ყველაფერი შემიძლია გავაკეთო. სათყოფნა მაქვს ყველაფრისთვის. თან თავისუფლებასაც ვცნობ, შემიძლია ასე დავრჩე. ეს არის ჩვენი იდეალური პოზიცია, ხო? დიახ. კი ბატონო, მშვენიერი. ეს არის მეორე პოზა, იდეალური პოზა და თქვენი დავალება ახლა ჩახატოთ ეს მეორე იდეალური პოზა. აბა? ჩახატეთ ახლა, აი რაღაც მეორე ფურცელი და ჩახატეთ ნახატი ნომერი 2 იდეალური პოზიცია. აბა? დიახ, ჩავხატე. ეს არის ნახატი ნომერი 2 იდეალურ პოზიციაზე. ხო, დააწერეთ ნახატი ნომერი 2. დიახ. და მოყევით თუ შეიძლება მასზე. პირველისგან განსხვავებით ამ ნახატში მზე რაღაცა ღია მწვანეა, ლურჯსა და მწვანეს შორისაა. ისეთია, როგორც არ არსებობს ასეთი მზე, ბუნებაში არ არსებობს ალბათ. შეიძლება არსებობდეს ვარდისფერიცა და ისე ქვია. მინდორი არის, ხო, მიწა არის სტაბილოსფერი. და ორი ანგელოზის მაგივრად არის 6 ჩიტი, რომელიც შორს არიან და მიფრინავენ. და ერთი ხია ვარდისფერი ხე. როგორია მთავარი გზავნილი, როგორ ფიქრობთ ამ ნახატიდან თქვენთვის? თავარი გზავნილი არის, რომ შემოქმედებითობა ცხოვრებაში. გზნობა განცდა ნახატში. და რაღაცების ახლებურად გააზრება. განცდა გზნობა, რომელიც არის ამ ნახატში თქვენი? რას გზნობთ? გზნობა არის კრეატიულობის გზნობა. სილამაზე ცოტა მხიარულებას. კი ბატონო, მშვენიერი. მაშინ ჩვენ გავიარეთ პირველი პრობლემური ნახატი პოზა, მეორე იყო იდეალური მდგომარეობა პოზა, მამსახველი და ნახატიც. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ცხოვრებაში არის რეალიზმი. ჩვენ ვცხოვრობთ რეალურ დროში, რეალურ გარემოში, რეალურ გარემოებებში და იდეალი, იმიტომ არის იდეალი, რომ ის რეალურად არ არსებობს, ხო? ჩვენი დავალება, ლაშა, თქვენი დავალება ეხლა
მოვძებნოთ. გავიხსენოთ, პირველი პოზიცია გახსოვთ პრობლემური პოზიცია. გახსოვთ ხო? მოდით, ავდგეთ და დიახ. გავიხსენოთ. დიახ. ავდექით გავიხსენეთ. ჩვენი დავალება ამ ეტაპზე რა არის, რომ გავიხსენოთ პირველი პოზიცია და გადავიდეთ პირველი პოზიციიდან აი იმ იდეალურ პოზიციაში. ხო? აი პირველი დიახ. და Mhm. იდეალური. გვახსოვს? დიახ. აი აქ ჩვენი დავალებაა. ეს გადასვლა გავაკეთოთ ისე ნელა პრობლემურიდან იდეალურამდე, რომ ჩავიჭიროთ მომენტი, როდესაც აი ეს დაძაბულობა, პრობლემურობა, რაც იყო პირველ პოზიციაში, არის მინიმალური, მაგრამ არა იდეალური. და ჩვენი მიზანია ეხლა დავიჭიროთ მესამე პოზიცია, რომელიც იქნება რეალისტური, რომელიც აღარ იქნება პრობლემური, მაგრამ თვალთ იდეალურიც არ იქნება. იქნება რეალისტური, რომელიც საშუალებას მისცემს ლაშას იყოს საკმაოდ კომფორტულად, ისე როგორც არის. გასაგებია? ამისათვის ჩვენ რას ვაკეთებთ? დიახ. აი ამ შევდივართ პირველ პოზიციაში, ხო, აი ესე. და ნელ-ნელა მთელი სხეულით გრძნობთ განცდას. რომ დაძაბულობაა, შებოჭილობაა, თითქოს ვიღაცამ რაღაც ხელები დაგიჭირა, ფეხებში სიმყარე, კი ბატონო. და აი ეხლა აი აქედან უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა ლაშა გადავდივართ იდეალურისკენ, მაგრამ თან ვაკვირდებით ჩვენ სხეულოვან განცდას. რა მომენტში ვიქნები ისეთი რომ აი ეხლა თითქმის კარგად ვარ, მაგრამ არა იდეალურამდე. აი შუალედური პოზიცია. აბა თქვენ თავს ახლა მოусმინეთ ყურადღებით და დააფიქსირეთ აი ეს შუალედური გარდამავალი პოზიცია, სადაც თქვენ საკმარისად კომფორტულად ხართ, უკვე არა პრობლემურად, მაგრამ არა იდეალურად, აბა. პრობლემურიდან ნელ-ნელა დავუკვირდით თქვენს განცდებს. დიახ, გაშლილი ხელებით ასე. აი ასე? ასე და? დიახ, რაღაც ესე. დიახ, აქედან აი რაღაც ეს. აი ასე? დიახ, სუსტად, დიახ. აი ასე ყოფნა თქვენთვის კომფორტულია? არა, კომფორტული არა. ნახე, ეს უნდა იყოს საკმარისად კომფორტული, არა იდეალური, მაგრამ საკმარისად კომფორტული. აბა, კიდევ ერთხელ. ნელა, ლაშა, ნახეთ, თქვენ აი პრობლემურიდან ნელ-ნელა, აი ხო პრობლემურია, აი და დაძაბულობა, თქო შებოჭილი ხარ, ხო? აი აქედან უნდა გამოხვიდეთ, ისე როგორც გქონთ თქვენ. მე ვერ გავაკეთებ ამას. ნელ-ნელა რომ დაიჭიროთ მომენტი, როცა უკვე საკმარისად კარგად ხართ, მაგრამ არა იდეალურად. ალბათ ასე მაინც. ასე? დიახ. რაღაც ასე. აი ასე ხო? ოკეი. დიახ. ფეხები როგორ გაქვთ? იმდენად ერთად მაქვს და ხელები იმდენად უფრო თავისუფლად არის ერთმანეთთან. კი ბატონო, ფეხები ოდნავ დაშვერებული გაქვთ, ესე ხო არა? უფრო ნაკლებად დაშვერებული. ხო, კი ბატონო, ხო, სიმყარისთვის, ხო? გეტყვით. დიახ. ხელებში არა გაქვთ დაძაბულობა ახლა? მჭიდროდ არ არის? ასე გაქვთ ხელები, ასე. არა, დაძაბულობა არ მაქვს. დაძაბულობა არ გაქვთ, აი ასე ხო ხელები? არა, ერთი ხელი ქვევიდანაა. ერთი ხელი ქვევიდანაა, აბა კიდევ ერთხელ? ესე და ესე? ერთ ხელშია მეორე ჩადებული. ესე, აი ასე? დიახ. ასე. კი. და კერდის დონეზე მაქვს, ხო? კი. კერდის დონეზე. არა, უფრო ჭიფთან. უფრო? ქვემოთ.
ქვემოთ უფრო უფრო. ქვემოთ, უფრო ქვემოთ, ოკეი? უფრო დიახ, უფრო ქვემოთ. უფრო ქვემოთ. აა ფეხებში კვლავ სიმყარე მაქვს, პრობლემა ძალიან მყარავ დგება. რაც შეეხება ხელებს, აი მე ამ პოზიციის შესანარჩუნებლად მაინც მჭირდება მხრებში დაძაბვა. მე ახლა ვგრძნობ მხრებში დაძაბულობას, ახლა შევეცდები მოვდუნდე. აი ახლა თითქოს მოდუნებული ვარ თითქოს. ხო, აი ესე. შეიძლება ითქვას საკმარისად კომფორტულია ჩემთვისაც. თქვენ აღწერეთ თქვენი განცდები აბა ლაშა? ახლა თავს ვგრძნობ რაღაც კომფორტულად, თავისუფლად და მადლიერების და სიმშვიდის შეგრძნება მაქვს. მართლა? დიახ. ხო, აი მეს მაქვს სიმყარე ფეხებში, ხელებში მაქვს მადლიერების და სიმშვიდის შეგრძნება, როგორ აი თითქოს ვდგევარ მადლიერების პოზაში მე. აი მე მაგალითად ამ პოზაში მე მაკლია ქმედითობა. თითქოს ასე ვდგევარ მადლიერების პოზიციაში. მე ხარ პირად მაკლია აი ის განცდა გახსოვთ რომ აი მზად ვარ. აი ესე მზად ვარ. შესაძლოა თქვენთვის აუცილებელი იყოს რომ აი ეს პოზა რომ გავჩერდე და დავტკბე ჩემი მადლიერებით. შესაძლებელია. ხო არ არის არა, მაგრამ აუცილებლად აქტივობაში ყოფნა, ხო? მე ჩემი განცდები გადმოგეცეთ. აბა თქვენთვის როგორ არის ეს? გაშა. მე ზუსტად ესე ვფიქრობ, რომ იდეალური პოზა მაინც ეს, როცა ყველაფრისთვის მზად ვარ. მაგრამ ასე უფრო ალბათ უფრო დამკვირვებლის როლი მაქვს. და მადლიერები. ხო. მაგრამ ასე უფრო მოქმედებისთვის მზად ვარ. თქვენთვის რომელია სასურველი? აი ნახეთ, ეს ხო თქვით რომ ეს იდეალურია თქო, ხო? აი ეს პოზა რა მხრივ გაწყობ და რა მხრივ დისკომფორტს იწვევს, აბა? თქვენისა, მე ჩემი თქვი, აბა თქვენ ახლა. დიახ. ეს პოზა მაწყობს პროცესში, მაგრამ ზოგადად მინდა რომ ასე ვიყო. იმ პროცესში რომ აი მაგალითად ცხოვრების სიტუაციაში, მაგრამ ზოგადად მიჩვენია უფრო ასე ვიყო, უფრო თავისუფლად ვარ. ხელებს ჩამოშვებული. უფრო დიდი ხანი შემიძლია ვიყო. კი ბატონო, რამე შუალედური რა ავირჩიოთ, აი მე გეტყვით ახლა. ჩემთვის მაგალითად, აი აქედან აი იდეალურამდე ჩემს ვერსიაში შეიძლება ყოფილიყო აი ესე, აი ასე. აი. დიახ. ჩამოვწევ. დიახ. აი ასე. მე ვსაუბრობ მხოლოდ ჩემს განცდებზე და ეს არ არის აუცილებელი თქვენთან იგივე იყოს ლაშა. აი ასე, იმიტომ რომ აქაც ვატყობნა მაქვს, მივხვდით? აქ ერთი მხრივ მე ვინარჩუნებს დამკვირვებლის და ასეთი მადლიერი, რუსებს აქვთ საზირცაძენა პოზა, აი ესე ვტკბები უბრალოდ, ხო? აქმით. თუმცა ასევე ვინარჩუნებ ნახეთ რაღაც ჩემთვის აი ეს უფრო არის თავისუფალი, იმით რომ ჩემი ქმედებები არ მაქვს შეზღუდული. არ ვჩები პოზისამა რა. აი ასე ხო თქვენ ასე. მე მეშინია ამ შემთხვევაში რომ თითები გაიჭედება და ვერ მოქმედებას ვერ მოვასწრებ. აჰა. ანუ აი ეს უფრო მისაღებია. დიახ, უფრო სწრაფად შემიძლია მოქმედება. მშვენიერი. აი ასე ხო? დიახ. კიდევ ერთი დავამატეთ ჩემგან. აი თუ ასე ვაკეთებთ, ხო? ჩემთვის მაინც კომფორტულია რომ ცოტა უფრო დაბლა მქონდეს ხელები, იმიტომ რომ როცა ზემოთ მაქვს, ეს იწખობს ჩემგან გაძარისყმებას. და ასე კი თავისუფლად ვარ. ნახეთ თქოს
აი თავისუფალ ესეთი დიახ. აი ესე ხო აი დიახ, ასე უკვე შემეცვალა მე ერთი აქ დავიდე, მეორე ზემოდან ის უბრალოდ. აჰა აი ასე ერთი მივიდი აქ და მეორე აქ, კი. აი მშვენიერი ლაშა აი ხო აი რაღაც დიახ. ჩემთვის რაღაც იძულება იყო ამაში თუმცა კი. მეორე მე მხოლოდ გამჟღერებელი ვარ ხო დიახ. თქვენთვის უნდა იყოს კომფორტ აი ნახეთ აი ასე აი როგორც თქვენ ახლა გავაკეთეთ ნახეთ ხო აი დიახ. თავისუფალი ვარ როცა გადავწყვეტ მაშინ მიმოძრაებ როცა არა ესე ვიქნები ხო დიახ. კარგია ჩემთვის აი ეს კომფორტულია თქვენთვის კომფორტულია დიახ, ჩემთვისაც ძალიან კომფორტულია. ხო ფეხები მყარად საყრდენი მაქვს მე ჩემს საუბრობ ხელებიც ერთი მხრივ მე ვინაჩვენებ სიმშვიდეს და აი შემიძლია დავტკბე რაღაცის გააზრებით თუნდაც ვიფიქრე რაღაცაზე და ამავდროულად ეს არ ყინავს ჩემ აქტივობას არ ჟღუდავს და მე აი აქტიური ვარ მათ შორის ჩემი გონება ჩემი ხელები ჩემი ფეხების გასაგები საყრდენია აი ხა თქვენი დავალება ეს დაიმახსოვრეთ ეს პოზიცია და ჩახატეთ მესამე ნახატი თქვენი რეალისტური პოზიცია რომელიც და ეს რო იცვლება შეიძლება? ეს იცვლება. ჩვენ ხან ესე მინდა იყოს ხან მეორე. ისეთ რა კი ბატონო შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არის რაღაც ეგრე. თავარია რომ ეს იყოს თქვენი არჩევანი თუ თქვენთვის მე ხარ მე საცია ვარ მე ყველა პირიქით ვაკეთებ ხო თქვენთვის როგორაც არის კომფორტული ისე გააკეთეთ და ეს არ არის აუცილებელი რომ აი ეს იყოს აი თავარი ეს არის ალბათ ეს ეს დიახ ხა ჩახატეთ მესამე ნახატი აბა მესამე ნახატი ჩახატეთ მესამე რა ჩახატო მესამე ნახატში მესამე ნახატი თქვენი განცდა თქვენი განწყობა თქვენი გამოცდილება მესამე პოზასთან დაკავშირებით როგორ გრძნობდით იქ თავს მესამე ეს რეალისტური პოზიცია რომელიც უკვე აღარ არის პრობლემური მაგრამ თლაც იდეალურიც არ არის რეალურია ის რისი განხორციელებაც რეალურად შეიძლება სამი ლურჯი ვარსკვლავი გამომივიდა. საინტერესოა. მოგვიყევით ავ თქვენს ნამუშევარზე? რაღაცა უფრო ალბათ მეოცნებე განწყობა მაქვს, რაღაცა ოცნების რაღაცა მარადიულობის და იდუმალების უფრო. შეიძლება და ალბათ ისიც რომ დიახ შეიძლება ვთქვათ, რომ ოცნების ტირე შთაგონების. დიახ, კი. ოცნების თუ შთაგონების, აბა? უფრო შთაგონების. თქვენ მე უბრალოდ შთაგონება ძალიან მაგრად მოხდა ამას. მე ვერსიას ვაჟღერებ და თქვენ არ უნდა როგორ გითხრათ აირჩიოთ თქვენი ვერსია თქვენეული რომელიც არის ხო შთაგონება ყველაზე მაგრად მომწონს ისე რწმენა ვიფიქრე რწმენა მაგრამ შთაგონება სიტყვა უფრო მომწონს ამ შემთხვევაში ამ ნახატს როცა უყურებ მე მაქვს ენერგია მე მაქვს საკმარისად 7-7-7 და მადლიერების განცდა გასვათ თქვენ ამაზე საუბრობთ მნიშვნელოვანიაო და ამასთანავე აი ოცნება რო ახსენეთ მე მაქვს შესაძლებლობა თავისუფალი მაქვს ხელები რაღაცები გავაკეთო ხო ანუ ეს არ არის უბრალოდ ოცნება არამედ შესაძლებლობა რეალურად რაღაცა გავაკეთო ესე არ არის დიახ
შესაძლებლობები უსაზღვროა რაღაცა ეგეთი ის. მჰმ. დევიზივით. ამას კი რო ბატონო, ხო, ამას ქვია შთაგონება, ხო? დიახ. მე შთაგონებული ვარ. ეს არის ნახატი მესამე. დიახ. ჩვენიერი. აი ეხლა ლაშა. ესეთი კითხვა მაქვს. დიახ. რა აღმოჩენები გააკეთეთ? აი ამ როდესაც იყავით მესამე პოზიციაში. და როგორ ეხმიანება ის თქვენს პრობლემას? აღმოჩენა გავაკეთე, რომ დიახ. გისმენთ? სულ ტყუილად ნერვიულობ რაღაცებზე, აი მაგალითად იმაზე, რომ მაინც 90% მაინც ჩემი კონტროლის ქვეშ არაა, ჩემი ცხოვრება, მაინც ესე მგონია. რომ მაინც კი ჩემი ნება და მოქმედება განსაზღვრავს ჩემს ცხოვრებას, მაგრამ რაღაცა ჩემზე უფრო აღმატებული ძალა, უფრო მეტრამეს აკეთებს ჩემთვის, ვიდრე მე თავად შემიძლია გავაკეთო. რაღაცა ეგეთი შეგრძნება მაქვს. ხომ არ არის ეს პასიური მომლოდინის პოზიცია ლაშა? როცა მე ყველაფერს ვანდობ რაღაც მესამე ძალას. სხვათა შორის ყველაფერს არ ვანდობ, უბრალოდ მაგ შემთხვევაში, როგორც თქვენ ახლა თქვით, ძვირფასო ლაშა, მაშინ თქვენ უფრო შეგესატყვისებათ სიტყვა ოცნება, არა შთაგონება, იმიტომ რომ ოცნება მე მაყოფეს მომლოდინის პოზიციაში, რომ აი მე ვოცნებობ და ველოდებ, როცა მესამე ძალა ჩაერევა და ოცნება რეალობად იქცევა. მაშინ როცა მე ამას ვარქმევ შთაგონებას, მაშინ მე მჯერა, მე მწამს, რომ მე შემიძლია და მე თავად ვაკეთებ ამას. ხო ხედავთ სხვაობას? კი, მაგრამ მგონია რომ მაინც დრო ჭირდება რაღაცებს რომ მოხდეს. კი, ჩემი მოქმედება აუცილებელია, მოქმედებას არ ვაკლებ, მაგრამ აი დრო მაინც ჭირდება ჩემი აზრით რაღაცებს რომ შედეგი გამოიღო. და ჩემ შემთხვევაში ახლა მნიშვნელოვანია პროცესის სიამოვნება მივიღო, მიუხედავად იმისა, სად ვარ და რას ვაკეთებ. თუ მარტო მიზანზე ვიქნები ორიენტირებული, შეიძლება მთელი ცხოვრება გამომეპაროს და მარტო მიზანზე ვიყო ორიენტირებული. კი ბატონო, მშვენიერი. და კიდევ ერთი შეკითხვა. დიახ. თუ თქვენ ახლა წარმოიდგენთ და აი ჩააყენებთ თქვენს თავს, თუ გნებავთ ადეგით და ჩადეგით მესამე, მოდით ავდგეთ და ჩავდგეთ მესამე პოზიციაში. დიახ. აი, მესამე პოზიცია გახსოვთ? ასე იყო მგონი, ხო? დიახ. მესამე პოზიცია. აი ახლა აი ამ პოზიციიდან შეხედეთ თქვენს პრობლემას, რომელთაც მოხვალით აქ. აბა რა იცვლება ამ პრობლემაში? ამ პრობლემაში იცვლება, რომ ჩემი ნერვიულობა და მაგაზე ფიქრი სწორად გიდასვარ თუ არა, პრობლემას არ ჭრის და უფრო ანუ პრობლემას არ აგვარებს. რაღაცა ეს იცვლება. ეხლა ამ პოზიციიდან შეხედეთ თქვენს პრობლემას. აი თუნდაც პირველი ნახატი გაიხსენეთ. და დიახ. გაიაზრეთ, რას ცვლის? როდესაც თქვენ აი ამ თქვენს რთულ რაღაც გამოწვევების სიტუაციას უყურებთ აი ამ მესამე თქვენს მიერ შერჩეული პოზიციიდან. აბა? აქედან. დიახ, დისკომფორტს აღარ გძნობ, როცა ამ ნახატს უყურებ. აი დაძაბული აღარ ვარ. და ცდილობ რომ რაღაცა ცხოვრებით ვისიამოვნო და მადლიერი ვიყო იმით, რაც მაქვს, რაღაც ეგეთი გზნობები. ანუ როგორ იცვლება? იმასაც ვცდილობ რომ განვითარდე და ეს არ. დიახ. ისაუბრეთ ლაშა. დიახ.
დიახ, როგორც თქვი, ვცდილობ რომ განვითარდე და ერთ ადგილას არ ვიყო და მოусმინო საკუთარ თავს. შემეძლოს არას თქმა სიტყვაზე თუ რაღაცა არ მინდა. ან გზნობების გაზიარება ადამიანისთვის თუ მეწყინა ან რაღაცა. და ასევე ხო, აი გაზიარება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დღეს. იმიტომ რომ მაინც მგონია რომ თუ რაღაცა პრობლემა მაქვს, მგონია რომ მარტო მე მაქვს ეგეთი პრობლემა. არა და რეალურად ვიცი რომ სხვასაც აქვს. მაგრამ ამ გაზიარებით, ამ დიალოგის ფორმით ხვდები რომ მარტო არ ვარ და უფრო ცოცხლები. და კიდე გააზრება მაქვს რომ ცხოვრება მშვენიერია, მთავარია შემეძლოს თავარია მე უყურებდე ცხოვრებას პოზიტიურად. მშვენიერი. ანუ თუ წარმოვიდგენთ რომ აი ხვალინდელი დღიდან ლაშა მიდის თავის საქმეში, თავის სამსახურში და იქ იმყოფება მესამე პოზიციაში, მეტაფორულად რო ვთქვათ, მაშინ რა იცვლება ლაშას ყოველდღიურობაში, აბა? ის იცვლება რომ უფრო მეტად იღიმის, მოკლედ უფრო მეტად კარგ ხასიათზეა. ცდილობს რომ სიყვარული გასცეს უანგაროდ. თუ მოწყენილი ადამიანი კითხოს როგორ არის. ხო, რა უფრო მეტი გაცემაზე ვიყო ორიენტირებული იყოს, ვიდრე მიღებაზე. რადგან როცა მიღებაზეა ორიენტირებული, მაინც არ ყოფნის რაღაცეები. და როცა გაცემაზეა, პირიქით უფრო ივსება. მშვენიერი. კომფორტულია თქვენთვის? დიახ, ძალიან კომფორტულია. მშვენიერი. მადლობა ლაშა. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. ვიმოგზაურე. კი ბატონო. ხო, ჩვენ კვლევა გქონდა, ხო? გამოვიკვლიეთ რაღაცეები. ეხლა მე დავაბრუნებ. მეგობრებო, დაბრუნდით. აქ ვართ. ჩვენ როგორც თქვენ ნახეთ, მე და ლაშამ გავიარეთ ძალიან საინტერესო გზა. აი ახლა მე ვკითხავ ლაშას პირველ რიგში. ლაშა, რა იყო თქვენთვის ეს გზა, აბა? როგორც კლიენტს? ჩემი გზა იყო დაძაბულობიდან თავისუფლებამდე, ეგოცენტრულობიდან ემპათიამდე და რაღაცა უარყოფითი ენერგიიდან დადებით ენერგიებამდე. რაღაცა ეს გზა იყო. გავიარე თითქოს. მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ეს გზა? დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა გითხავთ კი, რაღაცა კათარზისი ვიგრძენი. კი. აი ახლა მე შეკითხვა მაქვს თქვენთან. ოღონდ გულწრფელად. როგორც თქვენ ვართ კლიენტი. ჩემი ჩართულობა რამდენად საჭირო იყო, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, რამდენად დაგეხმარათ, აი იქნებ ხელს გიშლიდათ, აბა? ძალიან დამეხმარა სხვათა შორის. ვიგრძენი რომ იგივე გზას სხვა ადამიანიც გადიოდა ჩემთან ერთად. მარტო არ ვიყავი, მამხნევებდა ადამიანი მხარს მიჭერდა. და ხო, რაღაცა თითქოს ვიგრძენი რომ მე და თქვენ ერთი და იგივე ადამიანი ვიყავით, რაღაცა ეგ. ის რომ მე ვსაუბრობდი ჩემს განცდებზე, გეხმარებოდა თუ არა შეგემოწმებინა თქვენი განცდები? კი, მეხმარებოდა სხვათა შორის და სხვა კუთხით მანახებდა რაღაცეებს. მე რომ მეგონა რომ სიტყვაზე ერთი კომფორტული. და როცა დავინახე რომ სხვა ადამიანისთვის ეს
პოზიცია არც ისე კომფორტულია, მე დავფიქრდი და კითხვის ნიშანი გამიჩნდა, რომ იქნებ სხვა Mhm. პოზიციაც არსებობს, რაც უფრო კომფორტულია. მადლობა ლაშა, მადლობა. მადლობა. ხო, როგორც ნახეთ, მეგობრებო, ეს არის მიდგომა, სადაც თერაპევტი ეხმარება კლიენტს რაღაცების გააზრებაში, რაღაცების შემოწმება, გადამოწმებაში შეიძლება. აი, თქვენ დღესაც ნახეთ და მე კიდევ თქვენ გაგიზიარებთ, ჩვენ გვაქვს YouTube-ზე ვიდეო გვიდევს, ეს სავაჭრო ცოცხალ ფორმატში ქონდა მაშინ. თერაპევტი ეხმარება კლიენტს თავისი განცდების გადამოწმებაში. მაგალითად, კლიენტი ამბობს, რომ აი ესე რა, ძალიან კომფორტულად ვარ. აი ისე მე კომფორტულება რაღაც სასწაულს აკეთებს, ხო? და ამბობს, რომ კომფორტულად არის. ხო. ამ შემთხვევაში თერაპევტი მიყვება, იმეორებს მის მოძრაობებს და აღწერს საკუთარ განცდებს კუცფელად, როგორც გზნობს. აი მე ამას გზნობ, აი მე იმას გზნობ. და ამ დროს კლიენტი ფიქრობს, ბიჭო, მე ვამბობ, რომ კარგად ავარო და თუ ამას რაღაც აწუხებს, იქნებ მეც მაწუხებს და დავფიქრდე. რადგან ჩვენ იცით რომ მიუჩვეულს ნუ მიაჩვეო და მიუჩვეულს ნუ გადააჩვეო. გახსოვთ? ჩვენ გვაქვს ადრესაც ლაშასაც ქონდა გახსოვთ ეს რაღაც მყისიერი რაღაცა ქონდა სურვილი მყისიერი რაღაც რეაგირება ექცია ლამის თავის ცხოვრების წესად, ხო? რომელმაც შეიძლება არ იმუშაოს, იმიტომ რომ ზედმეტ დაძაბულობას ითხოვდა. და ამ შემთხვევაში თერაპევტი ეხმარება კლიენტს იყოს უფრო მეტად საკუთარ თავთან. გადაამოწმოს, აი თერაპევტის მეშვეობით, ის რასაც გზნობს, რეალურად შეესატყვისება თუ არა ამ პოზიციას. და აქ მე მინდა ვთქვა, რომ თუ კლიენტი ამბობს, რომ მე კარგად ვარ, კომფორტული პოზაა და თერაპევტი ამბობს, რომ ჩემთვის არ არის კომფორტული, ეს არ ნიშნავს, რომ თერაპევტი უნდა იძალადოს კლიენტზე და არა, ეს არ არის კომფორტული. კომფორტული არა, მიხვდით? ჩვენ უბრალოდ ვაჟღერებთ ჩვენს განცდებს. საბოლოოდ გაწყვეტილებას იღებს კლიენტი, კლიენტი არის თავისუფალი. ჩვენ მხოლოდ დამხმარებართ, რომ აი რო არ გქონდეთ განცდა, რომ აი ხა გახსოვთ არაინტერპრეტირებული მიდგომა. ჩვენ კლიენტს ვერ უკარნახებთ რა არის მისთვის უკეთესი და კარგი. უბრალოდ მივყვებით იმას, რასაც ის გვაჩვენებს და ვამბობთ, რა ვქნათ ამ სიტუაციაში. და კლიენტი ფიქრობს შემდეგ. საინტერესოა. აბა იქნებ ჩემთვის ესეა. არა, აი თქვენ ნახავთ, აი დღესაც ლაშა მშვენიერი იყო. ლაშამ ჩვენ დღეს გვაჩვენა რამდენიმე მასტერკლასი, რო გიცოდეთ. პირველი ის, რომ ჩვენ სანამ გამოვყოფდით დაკვეთას, ვისაუბრეთ. შემდეგ პირველი ნახატის შემდეგ რაღაც ეტაპზე გაიგო, რომ თითქოს დაკვეთაც გაგვექცა, დაკვეთაც გაგვეფანტა, იმიტომ რომ რაღაცები უცებ გავიაზრეო და ეხლა ვფიქრობ ხო. აი ეს არ უნდა გამოგეპაროთ. თუ დაკვეთა არ არის, ხალხო, მაშინ სად მიდიხართ? ამიტომ მე დავაზუსტე. დაკვეთა შემოგჩა თუ დავკარგეთ. აღარ არის აქტუალური ეს თემა. არა, მაინც მაინტერესებს. და მაშინ ჩვენ გავაგრძელეთ, ხო? დაკვეთის გამოკვეთა თქვენ გექნებათ ბოლო არა. მერვე მოდული ფსიქოკონსულტირების საციკამაზე უფრო მეც ვისაუბრებთ. დაკვეთის გამოკვეთა არის უმნიშვნელოვანესი რამ. ეს არის პირველი ალფა და ომეგა შეხვედრის სესიის, რადგან ეს განსაზღვრავს თქვენს მიმართულებას, საით მიდიხართ. ერთ-ერთ შეხვედრაზე წლების წინ შემთხვევით გავიცანი ერთი ადამიანი, უბრალოდ ჩემს გვერდზე მოხვდა. და მაშინ ის მომიყვა რაღაც ანდაზა, მე მგონი ბერძნული ანდაზაა ესე, თუ სწორად მახსოვს. რომ ღილებს თავიდან თუ არასწორად შეიკრავო, ბოლომდე ისეავო. არაჩვეულებრივი ანდაზაა. არასწორად. მე ჩემს თემაზე გადმოვიტანა, რა თქმა უნდა. არასწორად შერჩეული დაკვეთა, არასწორად შერჩეული მიმართულება, საით მოძრაობთ, საბოლოოდ გაგიყვანს ღმერთმარცისად. შეიძლება დაეკარგოს კიდეც, იმიტომ რომ კლიენტს არ ექნება мотиваცია წავიდეს იქ, სადაც მას არ აინტერესებს. რა არის დაკვეთა? ვამუშაოთ იმაზე, რაც მისთვის აქტუალურია. ამიტომ ჩვენ ისწავლეთ იქ, როგორ გავარჩიო ეს, რაც მოიტანა. მართლა მისი საზრუნავი საფიქრალია, თუ უბრალოდ გონია, რომ ეს მისი პრობლემაა. კლიენტს არა აქვს ვალდებულება მოიტანოს თქვენთან გამოსადებული დაკვეთა, ისევე როგორც პაციენტს არა აქვს ვალდებულება ექიმს მოუტანოს გამოსადებული დიაგნოზი.
თერაპევტი ეხმარება სპეციალისტი, ფსიქოკონსულტანტი, კოუჩი მათ შორის, თერაპევტი ეხმარება, მათ შორის პედაგოგი სხვათა შორის, მე თქვენ გითხავთ ბოლოს, პედაგოგიკაში როგორ გამოიყენებთ თქვენ. ეს არის მართლა უნივერსალური სავარჯიშოა, თუმცა ამაზე ვისაუბრებთ ბოლოს შეჯამებისას. აი ეხლა დავისვენოთ 9:30-მდე. ნახევარზე თქვენ მოხვალთ და ვინც არ არის დაწყვილებული თხოვნა, რომ აი ამ დროში დაწყვილდეთ, იმიტომ რომ თქვენ უნდა გახვიდეთ წყილებში იმუშაოთ. ლაშა თქვენ შეგიძლიათ იყოთ ვინმეს მეწყვილე თუ ასე შეპირებული იყავით. ლაშა გამოსცილია უკვე. კარგია ჩვენ საათნახევარი გვექნება. კარგია რომ მე უცებ მოგცემთ ინსტრუქციას თქვენ წახვალთ. კარგია რომ ორივე მხარეს გაიაროთ. ხო. გახსოვთ ხო? სპეციალისტი, კლიენტი სპეციალისტი როლები იცვლება. მაგრამ ერთი მართულით მაინც შემდეგ უკვე მომდევნო კვირამდე თქვენ გექნება დრო რომ შუჯად გაიაროთ მეორე ნაწილიც. შეეცადეთ რომ გაიაროთ. გასაგებია, შეკითხვები ხომ არ გაქვთ რაიმე? მეგობრებო, შეკითხვები ხომ არ გაქვთ რაიმე? მე მადლიერება მინდა გამოხატო, ძალიან მადლიერი ვარ თქვენი. მადლობა. გეხართ. ხო, თინათინ. კი ბატონო. თინათინ მე სავარჯიშოს მოგიყვებით შესვენების შემდეგ, ასე რომ შეიძლება თინათინ ვინმეს გამოგადგეთ კლიენტად, აი. იგივე ლაშას მაგალითად. ლაშას გაკეთებული აქვს უკვე და იქნება კარგი თერაპევტი. ნინო, დავალება იქნება შესვენების შემდეგ. ჩვენ გქონდა დემონსტრაცია. მეგობრებო, თხოვნა მაქვს, ეხლა აქ არა, მიდით პოსტთან მიდით, დაწყვილების პოსტთან და იქ დაწყვილდით, კარგით? თუ კიდეთ აქაც როგორც გირჩევნიათ, ეხლა ჩვენ ნახევარამდე ვისვენებთ, აბა? დავისვენოთ. მე ახლა განახებთ ამ სავარჯიშოს ინსტრუქციას თქვენ ჩაინიშნავთ და შემდეგ გავხვალთ წყვილებს დამუშავოთ. აი ეს. ტექსტი იკითხება, მეგობრებო, ძალიან წვრილი ხო არ არის? მეგობრებო, ტექსტი იკითხება? ჩვენთან კი. ბატონო, მეგობრებო, გთხოვთ ყველა მიპასუხეთ. ტექსტი იკითხება თუ ძველი სლაიდები დავაბრუნო, სადაც ერთი იკითხება, დიახ. საკმარისად გასაგებია? იკითხება. ჩვენიერი, ძალიან კარგი. მაშასე, პირველი, მოიფიქრეთ პრობლემა ან კითხვა, რომელზეც გსურთ რომ ვიმუშაოთ. და მოყევით. აი, თქვენ წინ გაქვთ ყველაფერი. შემდეგ წარმოედგინეთ ეს ყველაფერი და დახატეთ ქაღალდზე. და ეს იქნება ნახატი ნომერი პირველი. ანუ პირველ რიგში კლიენტი იხსენებს პრობლემას, რომელიც მას აწუხებს და აჟღერებს თავის დაკვეთას, რა აწუხებს და როგორ სურს რომ იყოს. ამის შემდეგ თქვენ თხოვთ რომ მას აი თავისი განცდები, თავისი ხედვა ამ პრობლემისა გადაიტანოს ნახატზე და ეს იქნება ნახატი ნომერი პირველი. შემდეგ ის საუბრობს ამ ნახატზე, იქ ვერსიებია. შეიძლება ისაუბროს ნახატზე პირველი პირიდან მე, ან ისაუბროს ნახატზე, ან მისი რომელიმე ელემენტის სახელით. მოკლედ რომ ვთქვათ, აღწეროს რა დახატა და რა გზნობები აქვს მას ამ ნახატის მიმართ. ამ ნახატში რა გზნობები გამოხატა, ხო? აღწერეთ რას ხილოვანი შეგრძნებებსა და გზნობებს აჩენს თქვენში ეს ნახატი. აი, მოკლედ რას ვთქვით. თერაპევტი ასევე აღწერს მის განცდას, როგორ გზნობს, როცა უყურებს ამ ნახატს, თქვათ. შემდეგ კლიენტი იღებს პირველ პოზას, რომელიც ეძღვნება მის პრობლემას. აი, როცა მე ვარ პრობლემაში, აი ასე ვგზნობ თავს. როცა მე ვარ პრობლემურ სიტუაციაში, ასე ვგზნობ თავს. ასე ვხედავ თავს და ის განასახიერებს სხეულის პოზის მეშვეობით იმას თუ როგორ გზნობს თავს აი ამ პრობლემურ სიტუაციაში. გასაგებია? ის იღებს აი ამ პრობლემურ პოზას, თერაპევტი მიყვება, იმეორებს
აზუსტებს რაღაცებს, ჩვენ ხა ყველაფერს ვერ ხვედათ, მე ვაზუსტებდი გახსოვთ, ფეხები როგორ გიდგას, ყელი როგორ გიდგას, ფრთები როგორ გაქვს. რომ იყოს თანხმედრაში, მნიშვნელოვანია. თქვენი მოვალეობა სარკისებურად ასახოთ ყველაფერს საკეთებს klienti. ამის შემდეგ თქვენ საუბრობთ თქვენს განცდებებზე, ხო, აი მე აქ ასე ვარ. თერაპევტი საუბრობს მის განცდებზე. შემდეგ თქვენ სთავაზობთ კლიენტს მიიღოს მეორე პოზა, რომელიც იქნება იმ პრობლემის იდეალური განვითარება, იდეალური გადაწყვეტა. ტექსტში ასე, ეხლა დაიწყეთ ნელი მოძრაობა, ცოტა დავაპატარავებ ამას. და გადადით ამ უხერხული პოზიდან, პრობლემური პოზიდან, სასურველ მოხერხულ პოზაში. ეს არის პოზა 2, ეს იდეალური პოზაა. სხეულთან შეთანხმებით, მეგობრებო. იდეალური პოზა სხეულთან შეთანხმებით. ანუ მე არა მარტო გონებით ვთვლი, რომ ეს არის იდეალური, არამედ მე უსმენ ჩემს სხეულს და ამაში მეხმარება თერაპევტი. და ის აღწერს რას გრძნობს ამ იდეალურ პოზაში და თერაპევტთან ათანხმებს, მაგრამ აჯერებს. თერაპევტი ასევე აღწერს რას გრძნობს ის ამ იდეალურ პოზიციაში. შემდეგ კლიენტი ხატავს მეორე ნახატს, რომელიც შეესატყვისება მის განცდებს ამ იდეალურ პოზიციაში. აი მე როგორც გიყვებით, ჯობს რომ აი ისე ჩაინიშნოთ, იმიტომ რომ მე უკვე აი მრავალჯერ გაკეთებული მაქვს და აი ეს უფრო მარტივად გექნებათ, როგორ გაგირთულდეთ რამე, ხო? მან დააფიქსირა მეორე იდეალისტური პოზიცია, შემდეგ მან ჩახატა. და ისაუბრა იმაზე თუ რა შეიცვალა, რა განსხვავება ამ ნახატში, რა გამოჩნდა, რა გაქრა რაღაცა, ხო? ის აღწერს თავის მეორე ნახატს, რომელიც შეესატყვისება მის იდეალურ პოზას. ამის შემდეგ ჩვენ კლიენტს ვუხსნით, რომ იდეალური კარგია, მაგრამ ის რეალურობასთან ხშირად დაშორებულია, ამიტომ ჩვენი მიზანია ვიპოვოთ რეალისტური პოზიცია, რომელსაც შეძლებს კლიენტი დაეყრდნოს და გამოიყენოს ცხოვრებაში. ეს არის მესამე პოზიცია. როგორ ვეძებთ მესამე პოზიციას? ვიწყებთ მოძრაობას ნელა პირველი პრობლემური სიტუაციიდან იდეალურამდე, რამდენჯერმე? პრობლემურიდან ნელა იდეალურამდე და ვაფიქსირებ მომენტს, როდესაც აი სადღაც ამ ეტაპზე, სანამ პრობლემურიდან გამოვალ და მივალ იდეალურამდე, რაღაც ეტაპზე ჩნდება განცდა, რომ საკმარისად კარგია, მომწონს და აი აქ გავჩერდები. ამ საუბრს გვია გადასვლა, ხო? გადასვლა, ანუ მოძიება იმ მესამე რეალისტური პოზიციისა, რომელიც არც აბსოლუტურად იდეალურია და საკმაოდ დაშორებულია პრობლემურ სიტუაციას, პრობლემურ განცდას, პრობლემურ აღქმას, ხო? როდესაც კლიენტი ამბობს, აი ეს არის ჩემთვის იდეალური, რეალური პოზიცია, აი საკმარისად კარგად ვარ, თერაპევტი იმეორებს მის მოძრაობებს და ყვება საკუთარ შეგრძნებებზე. იცით, აძლევს საშუალებას კლიენტს გვერდიდან შეხედოს მის განცდებს. თუ რა გრძნობს სხვა ადამიანი, ამ შემთხვევაში თერაპევტი, აი იმ მოცემულობაში, რაც მან შექმნა და აჯერებს. მართლა კომფორტულია ჩემთვის, თქვენ ნახეთ, რომ ლაშასთან მუშაობდი, მან ერთი რამ აერჩია, შემდეგ საუბრისას თქვა, რომ აი ეს მირჩევნიაო, შეცვალა და აი რაზეც გაჩერდა, ხო? და საბოლოოდ თერაპევტის დახმარებით კლიენტმა თქვა, აი ეს მე მგონი ყველაზე კომფორტულია, აი შუალედური პოზიციებიდან. ოკეი, თერაპევტი იმეორებს და შემდეგ დაგეთანხმოთ, რომ ნამდვილად კომფორტულია. მიხვდით, თერაპევტი აქ არის შესაძლებლობა, რომ კლიენტმა შეაჯეროს საკუთარი განცდები. მაშინდე რაც მესამე პოზა ნაპოვნია, ეს რეალისტური, თქვენ სთავაზობთ კლიენტს, რომ ჩახატოს მესამე პოზიცია, მესამე ნახატის მეშვეობით, მესამე ნახატში და ისაუბროს რა არის, რას გრძნობს, რა გაჩნდა ამ ნახატში, როგორც ჩვენ მედალაშა ვიმუშავეთ, ხო? ამის შემდეგ ის აღწერს თავის ნახატს. ამის შემდეგ თქვენ გაქვთ ორი შეკითხვა.
მხოლოდ ორად ორი შეკითხვა. მინდა გითხრათ, აი ამ ორი შეკითხვიდან ერთ-ერთი არის ლამის მთელი ართ-თერაპიის ფასი. პირველი კითხვა არის, აღწერეთ თქვენი აღმოჩენები ამ ბოლო პოზასთან დაკავშირებით, მესამე პოზასთან დაკავშირებით და აღნიშნეთ, როგორ ეხმაურება ის თქვენს მიერ გახმოვანებულ პრობლემას, როგორ ცვლის მას, როგორ ცვლის აი ეს მესამე პოზიცია, აი ამ პრობლემას, რომელიც თქვენ გააჟღერეთ დასაწყისში, ხო? და მთავარი შეკითხვა. რა კონკრეტული ცვლილებები, აი გავადიდებ. თუ გავადიდე აი რა კონკრეტული ცვლილებები ან ცხოვრების ხარისხი შეიძლება შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში თუ თქვენს პრობლემას აი ამ მესამე პოზიციიდან შეხედავთ. ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა. ძალიან მიყვარს ეს კითხვა, როგორც გითხარით, ჩემთვის ნახევარი ართ-თერაპიის ფასია. ეს კითხვა. როგორ იცვლება მისი ცხოვრება, მისი ცხოვრების ხარისხი, მისი პრობლემა, როდესაც ის აი ამ ყველაფერს მესამე პოზიციიდან შეხედავს. ის რა ჩვენ გავაკეთეთ ლაშასთან ერთად. მეგობრებო, მე ამას დავტოვებ. გასაგებია თუ არა ინსტრუქცია, ძვირფასება. ეხლა დროებით გავთიშავ ამას. გასაგებია თუ არა ინსტრუქცია, რამე შეკითხვები ხომ არ გაქვთ? თქვენ ხომ უნდა გახვიდეთ და იმუშაოთ წყვილებში, ამიტომ თუ რამე შეკითხვა გაქვთ, არ მოგერიდოთ ვკითხეთ, კარგით? აი მარიამ გისმენთ ძვირფასო? მოგესალმებით ყველას, ქაბატონო ეთერი, რატომღაც მეგონა რომ რა პოზასაც მივიღებდით, მე ის უნდა ჩაგვეხატა და ნახაც არ აქვს მნიშვნელობა, რაც წამოგვივა. პოზას კი არ ვხატავ, ჩემს განწყობას ვხატავ ამ პოზაში. კარგი. მადლობა. გეხართ. კიდევ კარგი შეკითხვაა მარიამ ყოჩა. მეგობრებო, კიდევ რა შეკითხვები გაქვთ? ხატავთ იმას თუ როგორ გრძნობთ თავს ამ პოზაში. გასაგებია, ხო? ეხლა არის თუ არა ვინმე მარტო? მე წყვილის გარეშე მომითხარით და გაწვილოთ? მე მგონი ყველა დაწვილებულია, ხო? მაშინ თქვენ ეხლა მიდიხართ, ეხლა 20 თითქმის 10 აკლია 9-ს. თქვენ გაქვთ 1 საათი თითქმის კარგი დროა. თითქმის 1 საათი, 15 რომ აი მოდი დავწერე ახლა. 21:45-მდე თითქმის 1 საათია. მუშაობთ წყვილებში. უკაცრავად უნდა ჩავასწორო 21-მდე კი არა. 21:45-მდე. აი 21:25-მდე. გამოგდით, 25 დაახლოებით თითოეულზე. თუ მოინდომებს ორივე მხარესაც მოასწრებთ. გაევლით. კითხვები არ გაქვთ. წყვილები ხართ. გისურვებთ წარმატებებს და იმუშავებთ გულიანად. მეგობრებო, არ გაქვთ ვალდებულება რაღაც სრულყოფილად გაიაროთ ყველაფერი. მე სავარჯიშო გავაკეთე მილიონჯერ სხვადასხვა ტრენინგებზე. და ამასაც მოგიყვებით შეჯამებისას, კარგით? მუშაობთ. იმუშავებთ გულიანად.